შენს მეხსიერებაში ცხოვრობს ერთი ადამიანი კონკრეტული, რომელსაც დღეს უნდა მოგაწოდო ინფორმაცია, ვინაიდან სამყაროსგან ესე არის გახდილი, რომ დღეს შენ ეს ყველაფერი უნდა მიიღო. რა ხდება აი ამ ადამიანის თავს და მის ცხოვრებაში დღეს ამ ყველაფერს გავიგებთ. რეალურად ასე არის, რომ ადამიანმა მიგატყუათ ძალიან ახლო წარსულში და ეს იყო ფულის გამო, პირდაპირ ფინანსური სიუხვის გამო მოხდა მისი გარიდება თქვენი რეალობიდან. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ ვიწყებთ და რომელიც ახლა უფრო დეტალურად ოჯახის წევრიც მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი და დასრულდა, დაინგრა თქვენი ოჯახის ხატი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანი გახდათ მატერიალისტი, თუმცა მისი წასვლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან დატოვა ასევე თქვენი გონება, თქვენი ცნობიერი, ის მუდმივად ცხოვრობს თქვენს რეალობაში. ეს არის კვერთხების მეფე, საკმაოდ მძლავრი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი, ძირითადად ცეცხლის ნიშანზეა ხოლმე საუბარი ამ შემთხვევაში, ლომი ვერძი მშვილდოსანი, უფრო ლომის ენერგეტიკა მომდის, ძალიან ესეთი ფუფუნების მოყვარული ადამიანი, სამყარო მის გარშემო უნდა ტრიალებდეს, თუ ასე არ ხდება, მაშინ მისთვის უკვე საინტერესო აღარ არის, ხო? მიზეზი რა იყო ამ ყველაფრის ახლა ვიდეო ჩემო კარგო აქ იყო, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანის ფიგურირება თქვენს ურთიერთობაში, რის ფონზეც მოხდა მისი თქვენგან გარიდება, ხო? თუმცა გარიდება მოხდა, მაგრამ თქვენი ცნობიერიდან ის ვერ გაუშვით საბოლოოდ და ნამდვილად ცოცხლობს მისი სახე თქვენს გონებაში, როდესაც დაღამდება, შეიძლება მასზე ფიქრები აქტიურად მოდიოდეს ხოლმე. და ვერ ხვდებით საერთოდ რატო ხდება ესე, ანუ თქვენი ცნობიერი ქვეცნობიერად გაწვდით ამ ინფორმაციას. ეს ის ადამიანი ხომ არ არის, როდესაც იმ ერთადერთს უწოდებთ ხოლმე. თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხართ გარკვეული, მაგრამ ეხლა გავიგოთ რა ხდება მის რეალობაში ამჟამად. აი სწორედ ახლა, როდესაც თქვენ ამ გაშლას ნახულობთ, ნახეთ როგორი არეული მესიჯები მოდის, ხო? სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფება ადამიანი. თუმცა მისი საზღვრები არის ძალიან მკაფიოდ დაცული, მისი პირადი სივრცე დაცულია, შეიძლება დაბლოკილიც ყავდეთ ადამიანს, არ გამოვრიცხავან ტელეფონზე რაღაცნაირად უფრო ესეთი ის მომდის ინფორმაცია, რომ ტელეფონზე ყავხართ დაბლოკილი, ხო? თუმცა ადამიანი კი არის სასიყვარულო ურთიერთობაში ძალიან კარგად დააკვირდით, ძალიან გთხოვთ, მაგრამ ამ ადამიანთან არა აქვს ერთობა და მისი მხრიდან არ ხდება სათანადო ზრუნვა ამ ურთიერთობაზე, ხო? ზერელი დამოკიდებულება იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანებიც ერევიან, ის მაინც აგრძელებს ამ ურთიერთობაში ყოფნას, არსებობას, იმიტომ რომ აწყობს ეს ყველაფერი აი აქედან გამომდინარე, ეს არის პენტაკლების დედოფალი, მატერიალური და ფინანსური სიუხვის გამომსახველი, ასე ვთქვათ, აწყობს ეს სიტუაცია ადამიანს, თუმცა ემოციონალურ დონეზე ერთობას და რაღაცა კავშირს ვერ გრძნობს ადამიანი და არც კი ცდილობს, რომ ურთიერთობა რაღაცნაირად გააღრმავოს, ხო, ამ შემთხვევაში. უბრალოდ რაღაც სასიყვარულო ურთიერთობა, ეს უფრო ვნების კუთხით ასეთი ურთიერთობა აქვს ადამიანს ახლა. თუმცა განდეგილის ენერგიები მოვიდა და რას ნიშნავს ეს განდეგილის ენერგიები, ესეც უნდა გავიგოთ. კი ბატონო, ძალიან დისტანცირებული არის ემოციურ დონეზე ადამიანისგან და სხვათა შორის საკმაოდ გამოსტილი მანიპულატორი ადამიანია ამავდროულად. მას აქვს ძალიან დიდი პრაქტიკა ადამიანებთან ურთიერთობაში, პარტნიორული ურთიერთობების მიმართულებით და სხვადასხვა მეთოდებს, სხვადასხვა ხრიკებს ტესტავს კონკრეტულ პარტნიორთან ხოლმე. აი ეს ახალი თუ ამჟამინდელი პარტნიორი სწორედ ამის სიმსხვერპლი არის ამჟამად და ვერ ხვდება, ნახეთ, აი კვერთხების ტუზი რევერსში, ანუ მისი ცნობიერი ვერ აღწევს იქამდე, რომ აი ამ კონკრეტული კვერთხების მეფის დამოკიდებულება, რაც არ არის, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ეს რომ ამოიცნოს ადამიანმა, ვერ ხვდება ჯერჯერობით. და მას არც უმართლებს ამავდროულად, კი ბატონო, იპოვა ეს პარტნიორი, რომელიც არის მატერიალურად, კარგად საკმაოდ, მაგრამ თვითონ მას აღარ უმართლებს, ანუ სამყარო მას ანიშნებს, რომ რაღაცა არ არის სწორი, როდესაც პარტნიორული ურთიერთობა არ არის, ასე ვთქვათ, ადეკვატური და ბალანსის მდგომარეობაში, მაშინ ეგრევე იღბალი ბედი და ფინანსური ენერგიები იწყებს უკუსვას. აი სწორედ ამით უნდა ვივარაუდოთ ხოლმე ამ შემთხვევაში, თუ რატომ, ასე ვთქვათ, მიდის ფინანსები უკან, ესე იგი არ არის პარტნიორი რეალურად ისეთი, როგორც უნდა იყოს და არ არის სწორი მასთან ურთიერთობა. ასევე დეპრესიის მომენტების მოსვლა ხდება მის რეალობაში, შეიძლება უეცრად კარგავდეს მიმართულებას, არ იცის რა გააკეთოს, ხო, ჩაკეტილი წრედები, რა თქმა უნდა, მის რეალობაში არსებობს და ძალაც კი აღარ აქვს იმისი, რომ გამოვიდეს აი ამ, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი წრედიდან, ხო? კიდევ რა მოცემულობები ტრიალებს მის რეალობაში?
მეგობრებო, აქ იცით რა, რაღაცა უნაყოფობის პრობლემაც იკვეთება ამ შემთხვევაში. შეხედეთ, უნაყოფობის პრობლემა, აქ პირდაპირ პოტენციალზე პრობლემა შეიძლება იგულისხმებოდეს. თუმცა ადამიანს ფინანსური კეთილდღეობა უფრო მეტად ანაღლებს, ვიდრე ასე ვთქვათ, ნაყოფიერების მდგომარეობა. ხო, დიდად არ აქვს მნიშვნელობა ის ნაყოფიერი იქნება თუ არა, მთავარია იყოს ფინანსები, მთავარია იყოს წამყვანი როლი. კი, თვითკმარია ამავდროულად, იცით რა, არ არის საჭირო რომ 7 ბავშვი ყავდეს ერთდროულად, თუმცა რა თქმა უნდა, $1,000,000 ქონა უკეთესია, ხო? აი, ეს არის მისი მიდგომა და სწორედ ამის გამო შეიძლება მიატოვოს მან ადამიანები, ან კონკრეტული ადამიანი, პარტნიორი. თქვენზე თუ ფიქრობს ადამიანი, თქვენზე როდესაც ფიქრობს, მას თავისი ნეგატიური აზრები აბრმავებენ, ჩემო კარგო, პირდაპირ ეს არის ტრამპა. თქვენ როდესაც მის რეალობაში გაცოცხლდებით ხოლმე, ადამიანი კარგავს მიმართულებას, ის კარგავს არჩევნის სისწორეს, ანუ სწორი იყო რომ წამოვედი თუ დარჩენა ჯობდა, აი ამას კარგავს. შეიძლება ადამიანს გქონდეს პრობლემა თვალებზეც ამავდროულად, ესეთი ინფორმაცია მოდის განსაკუთრებით მარჯვენა თვალს ვეხებით ამ შემთხვევაში, ასევე კონკრეტული ახალი ამბავი. რა ახალ ამბავს ეხება საქმე? რაღაც ახალი ამბავი უნდა მოვიდეს თქვენთან, გარდა იმისა, რასაც მე ახლა ვაშკარებ. იცით რა, შეიძლება სულაც თავიდან დაიწყოს ცხოვრება და თქვენთანაც დაბრუნდეს, არ გამორიცხოთ, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად ძალიან დიდი დაგეგმილი ტყუილების ფონზე. ეს არის სცენარები, როდესაც ერთი ადამიანი თამაშობს სპექტაკლს, მე ამას უწოდებ ხოლმე ერთი ადამიანის სპექტაკლს, ხო? აი, ასეთი ვითარება დადგება თქვენს რეალობაში და თავისით მოვიდა მესიჯი კიდევ. ხო, შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი, ამის თქვა მინდა. თუმცა რამდენად რეალური და გულწრფელი იქნება, უკვე ამაზეა დამოკიდებული. ნამდვილად არ იქნება გულწრფელი და მისი ყოველი სიტყვა იქნება ტყუილებით გაჯერებული. ასევე, აი ეს მესიჯი თავისით, როდესაც მოვიდა ჩვენთან, მისი ემოციური მდგომარეობა, მისი ემოციები თქვენს მიმართაც ანალოგიურად არის ჩაკეტილი, ჩემო კარგებო. იმპერატორი, ხო? იმპერატორი არის წამყვანი როლი ზოგადად და ადამიანი შეიძლება ელოდებოდეს თქვენი მხრიდან დაკონტაქტებასაც, არ გამორიცხოთ. ასევე ცეცხლის ნიშანი. მეგობრებო, ვიზაც ვსაუბრობ, დიდი აუცილებლად ეს არის ცეცხლის ნიშნის მატარებელი ადამიანი. ხო, ელოდება თქვენი მხრიდან დაკონტაქტებას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია გასული თქვენი უკონტაქტობიდან, იგი ელოდება თქვენგან შეხმიანებას. უცნაურიც არის ერთის მხრივ, ხო, ნამდვილად და თვითონ ვერ დგავს ნაბიჯებს, თვითონ ვერ მოქმედებს სათანადოდ. რატო ვერ მოქმედებს სათანადოდ? ოჯახიდან გამომდინარე. ოჯახიდან გამომდინარე მას უჭირს მოქმედება და ის იყურება წარსულში, ხო? და შეიძლება თავის თავს აიძულებდეს, რომ იცი რა, მეყოფა წარსულში ყურება, დროა წინ განვითარდე. კი ბატონო, დროა წინ განვითარდე, მეყოფა წარსულში ყურება. აი მუდმივი ბრძოლის მდგომარეობა არის მის ცნობიერში, ასე ვთქვათ, რა უცნაურია ეს ყველაფერი. და პარალელურად აი ამ ახალი ურთიერთობის ფონზე, რომელიც მას აქვს, მის პარალელურად კიდევ ახალი ურთიერთობები მიდის აქტიურ რეჟიმში. ანუ ეს არ არის ერთგული ადამიანი, არავის ერთგული და პირველ რიგში საკუთარი თავისაც კი, იმიტომ რომ ტრამვირებული ადამიანია და მუდამ ცდილობს, რომ სხვასაც იგივე გაუკეთოს, რომ მარტო არ იგრძნოს თავი, როგორ შეიძლება ეხლა რომ ასე ვთქვათ, ცეცხლის ნიშანს რაღაცა ატკინო და ის მარტო გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. არა, აუცილებლად გარშემო შექმნის ისეთ სიტუაციას, რომ მარტო არ იყოს მინიმუმ ასეთ მდგომარეობაში. კი ბატონო, აქ ეჭვებით კომპლექსებიც გვაქვს საკმაოდ, ეჭვიანობა შეიძლება თქვენზეც ეჭვიანობდეს ახლა, მაგრამ უმოქმედობა იკვეთება აშკარად. არ გამორიცხოთ, რომ ერთშვენი ერთ დღეს, როდესაც საერთოდ არ მოელოდებით დაბრუნდეს ეს ადამიანი ტყუილებით და სცენარებით, თუმცა ამ ეტაპზე ძირითადად არის ადამიანი უმოქმედო მდგომარეობაში. რა ვკითხოთ კიდევ, ძალიან საინტერესოა, ხო? გრძნობები თუ აქვს თქვენი მიმართულებით ამ ადამიანს ჯერ კიდევ? ნამდვილად აქვს გრძნობები, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ დადებითი ასპექტის არის ეს გრძნობები, დეპრესია, აპათია, მენტალური პრობლემები ამ შემთხვევაში და როდესაც თქვენზე ფიქრები მოდის, ეგრევე ვარდება აი ამ ტრიგერში, ხო? ეს არის წარსულიდან ტრიგერი, რომელიც ვერ არის გადამუშავებული.
ნამდვილად ვერ გეტყვით რომ თქვენზე არ ფიქრობს, მაგრამ რას გრძნობს და რას ფიქრობს, ხო ხდებით ეს არის უკვე აი ასეთი მიმართულებით, ხო, საკმაოდ დიდი პროტესტები აქვს თქვენი მიმართულებით და ფიქრობს რომ მისი თავგანწირვა თქვენი გაბედნიერების ცდილობისა თუნდაც ხო იყო ძალიან ესე ფუჭი დანახარჯი და არ იყო ის ღირსი უბრალოდ ესე ფიქრობს ადამიანი და რაღაცას ელოდება სამომავლოდ, ელოდება მომავლის იმედი კი ბატონო. ისევ კიდევ და კიდევ მეტ ფინანსურ შემოსავალს ელოდება. ძალიან უნდა ამ ადამიანს ეს ყველაფერი. თუ მოიმოქმედებს 1-დან 3 თვეში თქვენი მიმართულებით დაკონტაქტების მომენტს, თუნდაც ან კონტაქტზე გამოსვლა, ან ნახვა, ან ნებისმიერი სახის კონტაქტი. დიდი ალბათობით არ მოიმოქმედებს 1-დან 3 თვემდე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანი არის გაბრაზებული, როდესაც ის ფიქრობს, თავისი ფიქრები, ნეგატიური, დესტრუქციული ფიქრები და ენერგიები აბრუნებს მას წარსულში, სადაც მოხდა ღალატი, თითქოს თქვენ მას უღალატეთ, თუ ეს არ იყო პარტნიორული ღალატი, რაღაცაში მხარი არაუბით და მას ეს ყველაფერი მიაჩნია როგორც ღალატი, ხო? მინიმუმ როდესაც მის აზრებს არ გაითვალისწინებთ, ესეც უკვე ღალატია მისთვის, ესეთი ადამიანისთვის შესაბამისად, აი ეს აგრესია ხო ბრაზი აფერხებს მას რომ გადმოდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები თქვენი მიმართულებით 1-დან 3 თვის მანძილზე იყო კითხვა დასმული. თუმცა სამომავლო პერსპექტივას როდესაც ვეხებით, იმედი არ უნდა დაკარგოთ იმისა, რომ ადამიანი შეიძლება შეგეხმიანოთ ჩემო კარგო, იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვენ ისეთი ხართ, აი გრანდიოზული პიროვნება ხართ, როგორიც მას სიამოვნებს თავის გარშემო, რომ არსებობდეს ხო ხდებით და რატომ? იმიტომ რომ მას უწევთ პლუსებს თქვენი გრანდიოზული ვიზუალი, თუნდაც თქვენი ფინანსებით და ასე შემდეგ. სამომავლო პერსპექტივაში და ეს იგულისხმება 1-დან 3 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე არ არის გამორიცხული მისი დაბრუნება თქვენს რეალობაში. რაღაცნაირად მოხდება მისი მხრიდან შეხმიანება და კონტაქტება, ან შეიძლება სულაც მოულოდნელად დაგადგეთ თავზე, ხო? აი ამას გულისხმობ. ამ ეტაპზე ადამიანი ვერ მოქმედებს საკუთარი ბრაზის, აგრესიის და საკუთარი ნეგატიური აზრების გამო. რჩევა თქვენთვის სამყაროსთან რჩევა, რაც მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ და რისი გაჟღერებაც მინდოდა აი ახლა. ნახეთ რა უცნაურია ჩემო კარგებო, ძალიან მკვეთრად უნდა დაიცვათ თქვენი საზღვრები, თქვენი პირადი სივრცე, აქ სოციალურ ქსელებსაც ვეხებით, ნუ გამოფენთ ყველაფერს, თუ ახალი პარტნიორი გყავს, შეინახეთ, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად დაფარეთ ეს ყველაფერი, ძალიან ბრძნულად, გააზრებულად უნდა მოხდეს თქვენი მხრიდან ნებისმიერი სახის მოქმედება, ხო ეს არ უნდა იყოს ქაოტური, ეს არ უნდა იყოს აფექტის მდგომარეობაზე ვიმოქმედეთ, დაურეკეთ ისტერიკები, გავმართეთ და ასე შემდეგ, არანაირად ჩემო კარგებო, პირიქით, თქვენ უნდა დარჩეთ თქვენს ქერქში, ასე ვთქვათ, თქვენს საზღვრებში ჩაიკეტეთ რაღაცნაირად, ანუ ჩაკეტილი წრედი უნდა შექმნათ თქვენს გარშემო და დანარჩენი ყველაფერის განვითარდება მოვლენები, შეიძლება ახალი პარტნიორიც მოვიდეს თქვენს რეალობაში, არ გამოურიცხავ, აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც თქვენ ჩაიკეტებით, ხო? და საბოლოო მესიჯი თქვენთვის კი ბატონო, ნუ იმოქმედებთ ისე, სანამ საფუძვლიანად და სიღრმისეულად არ გაანალიზებთ ადამიანს, ვინ არის, ვინ რა არის და ვის რა სარგებელი მოაქვს თქვენთვის, იმიტომ რომ უფასო არაფერი არ არის ამ სამყაროში და რატო უნდა იყოთ მაინც და მაინც თქვენ უფასოდ, როდესაც თქვენ თქვენს ენერგიას, ფინანსებს, რესურსს, დროს აბანდებთ ადამიანში, რატო უნდა იყოს ეს უფასო? პირველ რიგში ეს კითხვა უნდა დასვათ საკუთარ ცნობიერთან, ხომ? და შემდეგ მოვა უკვე მესიჯები. ნუ იმოქმედებთ არასასურველი ინტენსივობით და მიმართულებებით, კარგი ანალიზის გარეშე და ასევე ბრძნული დაგეგმარების გარეშე. დროებით მომავალ ძალიან საინტერესო გაშლომდე.